პროექტი შავი ჩოხა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა, როსტომ ჩხეიძის წიგნის მიხედვით განხორციელდა აუდიო სერიალის სახით. თბილისის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაფინანსებით და ხელშეწყობით. პროექტი ეძღვნება ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას და 1924 წლის ტრაგიკულ სისხლიან მოვლენებს და სახალხო ეროვნული აჯანყების 100 წლის თავს. აუდიო სერიალი მომზადდა შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტის რადიო კინოს ფარგლებში სტუდია კოცის ბაზაზე. როსტომ ჩხეიძე, შავი ჩოხა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა. თავი მესამე, იდუმალი სტუმარი. ცხადია, მიხაკო წერეთლის სამეცნიერო ძიებებსაც მოიმარჯვებს გზამკვლევად, ისიც უშორესი ფესვების განცდასა და მათი პოვნა დადასტურების ჟინს რომ არ აეფორიაქებინა, საუკუნეთა მიღმა რა გადაიტყორცნიდა და აჩხრეკინებდა შუმერულ თუ ხეთურ დამწერლობებს. განა გარშემო ცოტა რამ იყო საკვლევსაძიებელი. რომანისტია, მაგრამ არც ეს ხილვა დასტურდება ხელშესახებად ქაქუცა ჩოლოყაშვილის იმ განსაცვიფრებელი რეიდის ხორჩესხმისას და ბიოგრაფიული ქრონიკის აღდგენა კი გვავალებს ფანტაზიას ლაგამი ამოვდოთ და თუ მაინც და მაინც მოვინდომებთ ლაშარის ჯვრის გამოცხადებისა ან ძველთაძველ ლეგენდათა შემოტანას ქაქუცას ცნობიერების ნაკადში, უფრო ქვეშეცნეულ სფეროს მივაკუთვნოთ. უამისოდ კი ნამდვილად არ იქნებოდა ამ ქვეშეცნეული შეგრძნების. მისთვისაც აუხსნელია ეს განცდები, რომ არა მარტოდენ მკლავის სიმაგრითა თუ სიჩაუქვით ვერ აღადგენდა რაინდულ სულს ახალ დროებაში. ღმერთსა და მითოს ერთდროულად მოკლებულნი ამგვარი ხილვებიც აუცილებლად ესაჭიროებოდა შთამაგონებლად, რათა თავისი მრწამსი საყოველთაო განცდად გადაექცია და რაინდული ჟამი განეახლებინა. ამ რეიდამდე იყო მისი დაჭრა ავსტრიის მიწაზე და გადმოყვანა კავკასიის ფრონტზე, ზურგის ჯარის ასეულის უფროსად. დაჭრილს როგორც შეჰფეროდა, რასაკვირველია, განსაკუთრებულ თავგამოდებას უნდა მორიდებოდა, მაგრამ ოსმალეთის ჯარი იერიშზე რომ გადმოვიდოდა სარაყამიშისაკენ, რუსეთის ჯარი მცირერიცხოვანი შერჩებოდა პირისპირ და ამიტომაც მოახერხებდნენ ოსმალები მათ შემორკალვას ზურგიდან. მძიმე დღეში ჩავარდნილი სარდლობა სხვას ვერაფერს იღონებდა გარდა იმისა, რომ ქაქუცასათვის დაევალებინა შენს მუშა ჯარისკაცებს ბარების ნაცვლად თოფები უნდა დაურიგო და ფრიად სტრატეგიული მნიშვნელობის მთა, არწივის ბუდეთ სახელწოდებული ოსმალებს ლამ ხელიდან გამოსტაცო. დაიბრუნებდა. შალვა ამირეჯიბი მემატიანურ ფრაზაში მოაქცევდა
ამ სამხედრო ოპერაციას. ეს ბრძანება ბრწყინვალედ შეასრულა. ასეთ სტრატეგიულ ადგილს ადვილად ვინ დაანებებდა და ოსმალები განაახლებდნენ იერიშებს არწივის ბუდეზე. ფეხში დაიჭრებოდა ქაქუცა, შესთავაზებდნენ უფროსობა სხვას გადააბარე და შენ კი ლაზარეთს მიმართეო. დუმარედ უარყოფდა ამ შეთავაზებას. მის ტრიალს შუაგულ ცეცხლში ახალი ჭრილობა მოჰყვებოდა. ეს უკვე მკერდში და საკმაოდ სახიფათოც, მაგრამ კიდეც რომ შესწირვოდა, უკან დამხევი არ იყო. დავით ულუს იმ აფორიზმივით სიტყვებისა არ იყოს, იმ რაინდული თავმომწონეობისა, ქართველთა ძნე-ჩვეულებისათვის ყოვლად მიუღებელი რომ გახლდათ მტრისათვის ზურგის შექცევა, თუნდაც იქვე ჩასაფრებოდათ სიკვდილი. არწივის ბუდე მის ხელთ დარჩებოდა. კვლავაც მემატიანური ფრაზა ვიკმაროთ. რაინდობის ამ სიმაღლიდან არაფრით მოჩანს ის ოქროს ხმალი, რითაც დააჯილდოებდნენ სარაყამიშის დაცვისათვის. ჭრილობას წმინდა ნინოს ქართულ საავადმყოფოში რომ უმკურნალებდნენ. ქართული ცხენოსანი რაზმის დაარსებისთანავე იქ შესვლას ვერავინ მოასწრებდა და მაშინა სპარსეთის ფრონტზე გადასროლილმა მესოპოტამიის უდაბნო რომ უნდა განვლოს და კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, ძალღონე ძველებურად რომ ერჩის და კვლავაც რომ არ მოერიდება არანაირ ხიფათს. ეს ყოველივე იმ სიტყვებში ჩაწურულიყო, მძიმედ დაჭრილი, კვლავ რომ განაგრძობდა ბრძოლასო, როგორც ყველაზე ჰეროიკულ აქტში. ამ სიტყვებშივე ჩაიწურებოდა ქაქუცას სამხედრო თავგადასავლები საქართველოს დამოუკიდებლობის ხანაში. არც ერთ ბრძოლას რომ არ გამოკლებია, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული აქციითაც არავისთვის დაუმახსოვრებია თავი და ამიტომაც გადაფერულიყო მისი მეომრული სილუეტი, დარდიმანდის სახები, დუდუკებზე ქეიფს რომ არაფერი ერჩივნა. სად და რაში აღარ გარეულიყო შალვა მაღლაკელიძე და ყოველთვის ზედაფენაში ტრიალებდა. საქართველოშიც, ემიგრაციაშიც. ეფემერული დამოუკიდებლობის ჟამს გუბერნატორად იმსახურებდა რამოდენიმე მხარეში. მოგვიანებით საზღვარგარეთ თეთრი გიორგის ორგანიზაციის გახლეჩაში მიიღებდა მონაწილეობას და დროებით რომ დაამხობდნენ ძველ ხელმძღვანელობას, ახალ მმართველობაში ერთ-ერთ მეთაურობას იგდებდა ხელთ. მერე ქართველთა ფაშისტური დარაზმულობის მესვეურთაგანი შეიქმნებოდა და გერმანიაში ქართულ ლეგიონთა შექმნაშიც ენერგიულ მონაწილეობას მიიღებდა. ყველას გასაოცრად დარჩებოდა, რომ საბჭოთა ხელისუფლებაში დაბრუნებულს არც ციხეს განუმზადებდნენ და არც საკონცენტრაციო ბანაკს. იურის კონსულტად დაასრულებდა სიცოცხლეს შვიდად და აუღელვებლად. მემუარებში, რომელსაც მისი მონათხრობის მიხედვით ჩაიწერდა ვიქტორ ცხილაძე, გაიხსენებდა, რომ ქაქუცას ოჯახში ნამყოფი იყო 1918 წლის დასაწყისში. ჯერ თელავში შეხვედრიან ერთმანეთს. ამ ქალაქში ჩასულ შალვას იქ დახვდებოდა ქაქუცას უფროსი ძმა დავით ჩოლოყაშვილი, მისი მეგობარი ოფიცერი და სწორედ დავითის მიპატიჟებით ესტუმრებოდა ოჯახში.
ორივე ძმა კარგად ცეკვავდაო. ამას საგანგებოდ აღნიშნავდა და მოიგონებდა, თუ რა ბედად გადაურჩა ტახტზე წამოწოლილი შემთვრალი სოსო გომართელი ცეკვისას ეშხში შესული დავითის ტყვიას. სროლა სროლით რომ ჩამოუვლიდა, შემთხვევითი ტყვია 1-2 სანტიმეტრში აცდებოდა მთლემარეს. დავით, შეურჯულო! აღმოხდებოდა ქაქუცას, მივარდებოდა ძმას და გამოგლეჯდა ხელიდან რევოლვერს. ქაქუცას არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდა სოციალიზმზე. რა სოციალ-დემოკრატიული პარტია, რა მენშევიკური პარტიაო. შალვა მაღლაკელიძე რომ ირწმუნება, იგულისხმება, რომ გულგრილადაა განწყობილი პარტიების მიმართ. არასწამს პარტიული ეგოიზმის, უმთავრესი მისთვის პატრიაა და არა პარტია. მოგვიანო ხანის მოხდენილი კალამბურისა არ იყოს, თორემ სოციალიზმზე წარმოდგენა როგორ არ ექნებოდა მაშინდელ ყველაზე გავლენიან პარტიასა და მოდურ პოლიტიკურ მიმდინარეობას, ასე რომ განუდგა. თავისთავად მიგვახვედრებს, ზედმიწევნით კარგად სცოდნია მისი არსი და დანიშნულება. მის მიმზიდველ რჭყვიალა საბურველში ჩამალული ძალმომრეობა და მიზანთროპია. შესახედავად კარგი ვაჟკაცი იყო, მაღალი, ხმელი, ყველას უყვარდა მისი დარდიმანდობაო. მის გარეგნულ სილუეტს რომ წარმოსახავს, ძალაუნებურად უფროს ძმას შეადარებს. დავითი სჯობდა სიდინჯით, მძიმე კაცი იყო, კახელს რომ შეჰფერის ისეთი. ქაქუცა კი სულ არ აღგავდა კახელს, მაგრამ მეტად საყვარელი კაცი იყო. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ალექსანდრე გეგეჭკორი რომ გაუცვნია ეტყობა, ისე დაახლოებულან ზოგიერთს ეჭვიც გამოუთქვამს. ქაქუცასათვის მგონი სულ ერთია, რომელი პოლიტიკური რეჟიმი იქნება და ამიტომაც შესაძლოა სულად საბჭოებს მოურიგდესო. ამ რეალობას იმჟამინდელ განწყობილებათა ამ ანასხლეთს მარტოდენ შალვა მაღლაკელიძის მოგონება გვამცნობს. თუმცა დაუჯერებელიც რა უნდა იყოს, იქნებ მართლაც გაკრთა ეს ეჭვი საზოგადოებაში. დარდიმანდი ჭაბუკის კეთილი ურთიერთობა ახალ მოწესეთა ერთ-ერთ წინამძღოლთან პირადულად კი არ აღიქვეს, პოლიტიკური სარჩული დაუდეს და ვინ სიხარულით და ვინ გულნაკლულად გაიფიქრა, თუ კიდეც თქვა. ქაქუცა ჩოლოყაშვილიც ალბათ დაემორჩილება ახალ რეჟიმს და მის წიაღში შეეცდება საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. მით უმეტეს დიდი სიხარულით შეგებებიან ამ ყოველმხრივ შემკული პიროვნების შემატებასო. მემუარების ამ მონაკვეთში ქაქუცას სილუეტი აშკარა კეთილგანწყობით წარმოისახება და ამავე განწყობილებით გრძელდება შეფიცრულთა ტყეში გასulis ამბავიც. ეგაა თავარი ბირთვიდან მხოლოდ 4 მიამბოხეს რომ ასახელებს. იმადგან დათა ვაჩნაძე შეფიცულთა შორის უშუალოდ არასოდეს ყოფილა. სამაგიეროდ ალექსანდრე სულხანიშვილი გახლდათ
ამ რაზმის ის თვალსაჩინო წევრი, რომლის გამოტოვებაც პარტიზანთა სიიდან არაფრის დიდებით არ ერგების, შეფიცულთა სულისა და გულის. უნებურადაა გამორჩენილი მისი სახელი. მიზეზი სულ სხვა, არც ერთს არ ჩაჰქროდა გულში ერთმანეთი. და თუ შალვა ბაღლაკელიძე ქაკუცას უშუალო გარემოცვიდან ამოაკლებდა ალექსანდრე სულხანიშვილის სახელს, ალექსანდრე სულაც წვავეთ მოიხსენიებდა თავის მხატვრულ დოკუმენტურ ნარკვევში შეფიცულთა რაზმის ცხოვრება საფრანგეთში 1924 წლის ნოემბრიდან მენშევიკური ხელისუფლების ცოდვებიდან ზოგიერთს რომ გვამცნობდა და ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშად ამასაც დაიმოწმებდა. ჩვენმა მთავრობამ 1919 წელში თელავის მაზრაში გუბერნატორად დანიშნა ავანტიურისტი და ჯაშუში ბაღლაკელიძე, რომ იმ რაიონში დაემონავებინათ ხალხი. თურმე საგანგებო დავალება ჰქონია, რომ დაეტუსახებინა და მოესწრო ვაშკაცთა ის გუნდი, რომელნიც დარჩენილიყვნენ იმ დიდი რაზმისგან 1905-6 წლებში რომ გაჩნდა და 9 წელიწადს ებრძოდა რუსის მთავრობას, არადა ყაჩაღებად მონათლეს. პოლიტიკურ გამოსვლებს მკაცრად რომ გაუსწორდებოდა მეფის ხელისუფლება და ციხე კატორღაში ბლომა ხალხს ჩამოარიგებდა, არაერთი პოლიტიკური მოღვაწე და აგიტატორი გაქცევას მოასწრებდა, მაგრამ ის ახალგაზრდა, მათ რომ ეხმარებოდა, ვერსად გაიქცეოდა. არც ციხესა თუ ციმბირში მოხვედრა ეჭაშნიკებოდათ მაინც და მაინც და ტყეში გასვლას ამჯობინებდნენ. ხალხს კი არ ძარცვავდნენო, ირწმუნება შეფიცულთა რაზმის წევრი, თვითონაც რომ მოუწევდა ყაჩაღისა თუ პოლიტბანდიტის სახელის ტარება. პირიქით, ღარიბ ღატაკებს კიდეც ეხმარებოდნენ. ისინი ხალხს მფარველობდნენ, ხალხი მათ ინახავდა. შემოსავლის წყარო რა მოეპოვებოდათ? დიდ ვაჭრებს, ნამეტნავად სომხებს მისწერდნენ წერილს, ამდენი და ამდენი თანხა უნდა გადაიხადო. იქვე კი ავის მომასწავლებლად იყო მიხატული მაუზერი და კუბო. და თუ დანიშნულ ვადაზე ფულს არ გადაუხდიდნენ, იმ ვაჭარს გარდუალი სიკვდილი ემუქრებოდა. დარჩეული ვაჟკაცებისაგან შემდგარ რაზმს იმ დროისათვის საუკეთესო შეიარაღება რომ მოეპოვებოდათ, ხელისუფლება ვერაფერს აკლებდა, რადგანაც პოლიცია დაეშინებინათ და მათთან ბრძოლას ერიდებოდნენ. თუმცა რაზმის მეთაური ზალიკო სვიმონიშვილი და კიდევ რამდენიმე წევრი ვერ გადაურჩებოდა აღსასრულს. 1917-18 წლებში რაზმი გამოვიდოდა ტყიდან, გამოცხადდებოდა მენშევიკურ მთავრობასთან და მოახსენებდა: 9 წელიწადია ტყეში დავდივართ, რუსი ხელისუფლების წინააღმდეგო. ახლა საქართველო თავისუფალია და მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენ სამშობლოს, გამოგვიყენეთ როგორც გენებოთო. რევოლუციის ხანებში კახეთში ყაჩაღობა მომრავლებულიყო და 9 წლის გამოცდილი რაზმელები მისწრება გახლდათ მთავრობისათვის ყაჩაღობის მოსასპობად. ისინი პირნათლად მოიხდიდნენ თავიანთ ვალს და ყაჩაღობას აღკვეთდნენ და მერე ჩვეულებრივ ყოფაში ჩაერთვებოდნენ. ზოგი ოჯახს მოეკიდებოდა, ზოგი ვაჭრობას წამოიწყებდა ან სხვა საქმეს შეუდგებოდა. ცხადი ამიერიდან სრულიად აღარ იყვნენ საშიშნი ხელისუფლებისათვის, მაგრამ თუ კი მთავრობას თავისი ჩრდილისაც ეშინია, ის ამ გარემოებას აღარ დაგიდევს და მხოლოდ იმას ფიქრობს:
ვაი თუ ისეთი ჟამი დადგეს, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოვიდნენ. საამისო ნიშნები არ იგრძნობოდა. მერე რა, ხომ შეიძლება. ამიტომაც ერჩივნა დროულად მათი თავიდან მოშორება და შალვა მაღლაკელიძე შეუსრულებდათ ამ დავალებას ფრთხილად და მიზანმიმართულად. ეს ამბავი პიროვნულ ხასიათსაც წარმოაჩენს, მაგრამ უფრო მეტად სხვა მხრივაა დამაფიქრებელი. მენშევიკური ატმოსფეროს, სამთავრობო პოლიტიკის განზოგადებულ შინაარსს აირეკლავს და კიდევ ერთხელ გვიდასტურებს მარქსიზმის ანტიჰუმანიზმსა და მისი ორი ნაშიერის, მენშევიკთა და ბოლშევიკთა სულიერ განუყოფლობას. სულ ხალხის სახელს გაიძახიან, მათ ერთგულქვეშევრდომებად და მსახურებად მოაქვთ თავი, სინამდვილეში კი არაფრად უღირთ ხალხი, როგორც საზარბაზნე ხორცი, რაღაც აბსტრაქტული, ადამიანობას მოკლებული სივრცის შესაქმნელად. და შიშით არიან გათანგულნი, ყველაფერი აკრთობთ, ძილსა და მოსვენებას უკარგავთ, რასაც ოდნავ მაინც სახიფათოდ სცნობენ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების გზაზე. აბა ის ყოფილი პოლიტიკური მებრძოლები რა გასამეტებელნი იყვნენ, იარაღ აყრილნი. და მენშევიკები მოიქცნენ სწორედ ისე, როგორც შესაფერის ვითარებაში ბოლშევიკები მოიქცეოდნენ. ნდობა არც ერთისა შეიძლება და არც მეორისა. სიტყვას ერთიც იოლად გასტეხს და მეორეც. გინდა მოურიგდი, გინდა აღქმაც დაუდე, ადამიანურად ცხოვრების უფლება დამრთე და ჩემგან ნურანაირ საშიშროებას ნუელიო. გამეტებით, მაინც გაგიმეტებს. და ხალხსაც ყოველთვის ნაცარ შეაკლის თვალებში, როგორც კი თავის საქმისათვის ასე ამჯობინებს. ისე თებერვლის იმ საბედისწერო დღეებში ქაქუცას მიამიტათ, რომ ეგონა, რომ ჟორდანიას მთავრობა აუცილებლად არ დაზოგავს თავს, რათა წითელ არმიელთა ურდოს გადაეღობოსო. ეს იმიტომ, რომ მას და გენერალ დავით ვაჩნაძეს საგანგებოდ მიავლენ და სამეგრელოში ცხენოსანთა ნაწილებია ჩამოსაყალიბებელიო. ცხენოსანთა ნაწილები კი რისთვის უნდა შექმნილიყო, თუ კი თბილისის დაცვა არ იყო გადაწყვეტილი და საამისოდ კი ქვეყნის მთელი ძალღონის შეერთება. ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის პირველ ხანებში მიმართა ჩვენს მთავრობას დავით ჭავჭავაძისათვის თხოვნით. ცხენოსანი ჯარია შესაქმნელიო. თითქოს რაღაც ერთში ასეთ ხელისუფალთ საზრუნავსაც ხედავენ და მის მომგვარებელსაც სწორედ არჩევენ. დავითი სიხარულით დათანხმდებოდა, მაგრამ თავის მხრივ შესთავაზებდათ 2 ან 3 ბრიგადა იქნება ჩამოსაყალიბებელი, მაგრამ თავარი ისაა, რომ უფლება მოსილება მომენიჭოს, ისეთი მტკიცე დისციპლინა დავამყარო ჯარში, მე როგორც მიმაჩნია საჭიროდო. და კიდეც დააფრთხობდა და ძალიანაც დააფრთხობდა მთავრობას. გენერალი სახელმწიფოებრივად აზროვნებს და მისი უპირველესი საზრუნავი ქვეყნისათვის გამოსადეგი მებრძოლთა ნაწილის შექმნაა. პარტიულად მოაზროვნე ხელისუფლებისათვის კი ყოველი მხრიდან გადატრიალების საშიშროება რომ ელამდება და საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გამტკიცებაზე მეტად
საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება აღელვებს, ამგვარი წინადადება ცხადია მიუღებელი იქნებოდა. ძლიერი სამხედრო ნაწილი ჩვენ რაღაც გკითხავს, რა ანგარიშს გაგვიწევსო. ამიტომ როგორც დაევალებინათ, ისევე გადათქვამდნენ იმ მოთხოვნას და დავით ჭავჭავაძეს საერთოდ გარიყავდნენ, რათა ხელიც ვეღარ გაეტოკებინა და განა მარტო მას, აგერ ალექსანდრე სულხანიშვილიც იმავეს ირწმუნება, რაც სხვათა გადმოცემებიდან თუ მემუარული ჩანაწერებიდან შეგვიტყვია და კიდევ ერთხელ შეეკუმშება გული. შიშველი ხელების ამარარო ტოვებს ქვეყნის მთავრობა საბედისწერო ჟამის წინ. ქალამნებად მოცმული უსაქმოდ დაეხეტებოდა იმჟამად ჩვენი საუკეთესო მხედრობის უმეტესობაც. მათ ბოსტნების მოვლაში გახავდათ დრო, რომ ცხოვრების სახსარი ჰქონოდათ, ხოლო ცხენოსანთა გვარდიაში და საერთოდ ჯარში ახალ შეთითხნილ ოფიცრებად ნიშნავდნენ ექიმებს, ფარმაცევტებს, მეჯხანეებსა და ყველა ჯურის თავზე ხელაღებულ ყაჩაღებს. როდესაც უეჭველი გახდებოდა რუსეთის შემოსევის საფრთხე და მთავრობა ხელახლა დაიბარებდა სახელმოხვეჭილ მხედართმთავარს იმავე დავალებით, დავით ჭავჭავაძე ციუვარზე დადგებოდა. ვიდრე დრო იყო, უფლება არ მომეცით და ახლა ასეთ მოკლე ხანში, როდესაც მტერი თითქმის კარზეა მომდგარი, რაღაც მოვასწრებ. ცხენოსანი ჯარის ჩამოყალიბებას ხომ წლობით უნდა მუშაობაო. ვიშველეთ, თავადო, შეეხვეწებოდა ნოე ჟორდანია. სამშობლო განსაცდელშია და თქვენც ისევე უნდა დაგვეხმაროთ ამ გასაჭირის ჟამს, როგორც თქვენს მამა-პაპას უბრძოლვია ქვეყნისათვისო. წასვლით კი წავალო, არ დაიზარებდა გენერალი, მაგრამ მეეჭვება, რომ ასეთ მოკლე დროში ხეირიანად მოვასწრო რამეო. იქნებ ეხლა მაინც მოგებოდნენ გონც ჟორდანიაც და მისი ხელქვეითნიც, ახლა მაინც გადაწყობილიყვნენ სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე. არადა, თურმე მთავრობა მიატოვებდა დედაქალაქს და უკან მოუხედავად დაადგებოდა ბათუმისა და იქიდან საზღვარგარეთის გზას, რათა ემიგრაციაში ეწუწუნათ და ევალალათ და გამტევების ვაციც ეძებნათ, ვისაც აეკიდებოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამხობის ცოდვა. გულს აწყდებოდა ქაკუცა ჩოლოყაშვილი. მე სად ვიყავი თბილისის დაცემის ჟამსო. ისე კიდევ კარგი შემთხვევით სამეგრელოში რომ აღმოჩნდა, თორემ უკან დამხევი ის არ იყო და თბილისის კართან ჯერ მის ნეშტს გადათელავდნენ მომხდურნი, ვიდრე კრემლს აუწყებდნენ წითელი დროშის აფრიალებას საქართველოს დედაქალაქის თავზე. თბილისის დაცემა სასოწარკვეთილებაში ჩააგდებდა ქაკუცა ჩოლოყაშვილს. ბრძოლის ჟინით კი არ აღავსებს, სულიერ ენერგიასაც ერთბაშად დაუშრեց და მაჯასაც დაუდუნებს. აქ დამრჩენს აღარ აღგავს. მაინც აღარაფერს არ გია ქვეყანას იმ განწყობილებით შეპყრობილი და ეს საითაც ხალხის ნაკადი მიედინება, თვითონაც იქეთ იბრუნოს პირი. გადაწყვეტილება მიღებულია.
წარე გულის ტკივილით, სინანულით, მაგრამ მაინც ასე ურჩევნია. როდემდე? ანდა იქ რას მოიმოქმედებს და ხვალე მიზრუნოს ამაზე ჯერჯერობით კი გემიღა ილანდება მის მზერაში, ტალღაზე მოტორტმანე და გასამგზავრებლად გამზადებული. კი მაგრამ საიდან შეგვიტყვია მისი ამგვარი განწყობილება? რომელიმე მემუარული წყაროდან, დღიურის ფურცლებიდან, ეპისტოლედან, ასე უშუალოდ არც საიდან. მას უნებურად ხომ არ მივაწერთ განწყობილებას, რაც მას იქნებ სრულიადაც არ დაუფლებოდა. ბიოგრაფიული ჟანრი მაინც და მაინც რომ ვერ იტანს ფანტაზიის ასეთ გაქანებას, რაც სინამდვილეში უხეში ჩარევაა პერსონაჟად ქცეული პიროვნების სულში. მაგრამ თუ კი უხეშ ჩარევას ისედაც ვერ იდებით და მართლა შევძლებთ მის ფიქრსა და განცდაში შეღწევას, მაინც რანაირად? თუ გაუშვებთ ხელიდან ისეთ დეტალს, რაც ერთი შეხედვით წვრილმანი გონია, მაგრამ თვალწინ კი გადაგვიშლის სულის მოძრაობას. ესაა და ეს. ქაკუცას დაბეჯითებით რომ გადაეწყვიტა გაქცეული მთავრობის ყვალს მიხოლოდა, მისი იმ მოქმედებით ცნაურდება, რომ თავისი ბარგი შალიკაშვილს მიაბარა, უახლოეს მეგობარს. ერთად აპირებდნენ გამგზავრებას. არამც თუ ბარგი, ხმალ ხანჯალიც მასვე გადასცა, წელიდან რომ ჩამოახსნევინებდა, ოდნავი ყოყმანიც რომ შეჰპარვოდა. მეტა რაჯობს, წასვლა თუ აქ დარჩენაო. მანამდე იქნებ ბევრიც იყოფმანა და ითავშიცემა, მაგრამ გულის ჭიდილმა მაინც ამაზრამდე მიიყვანა. ამ წუთას ემიგრაციაში გერჩივნოს და მერე ვნახოთო. შალიკაშვილი მართლაც გაემგზავრებოდა და ქაკუცას ბარგსაც თან წაიღებდა. ქაკუცა გემის ახლომახლოც არ გამოჩენილა, თორემ ხმალ ხანჯალსაც და ბარგსაც უკანვე გამოართმევდა. ეტყობა ასე განსაჯა. იქ რომ მივიდე, ვაი თუ გულმა აღარ გამიძლოს და გემს გავყვეო. ამიტომ წინასწარვე მოისპო ცდუნების საშუალება და დაეკარგა ლამის სხეულის ნაწილად შეზრდილი იარაღი. ისევ მისი შელევა ერჩივნა გაუნელებელ თვითყვედრებას. ეს რა დამემართა, აქეთ რამ გადმომაგდო. საბედისწეროდ რატომ უნდა გადაქცეულიყო მის გულს მშობლიური მიწაწყლის დატოვება? ეს განცდა, ძაფრი და სუნთქვის შემკვრელი, გასამგზავრებლად მზადების რომელიღაც წამში გაუჩნდა და ეს წამი გამოდგა გადამწყვეტი მის ბიოგრაფიაში. ეს ის წამია, როდესაც ნამდვილი ქაკუცა ჩოლოყაშვილი უნდა დაიბადოს. აქ დარჩენა მისთვის ერთადერთ გზას ნიშნავს, სწორედ იმას, რომელსაც აირჩევს და რაინდული ჟამის გაელვებას განაცდევინებს თავის ქვეყანას. იმ წამში შეიკრა მთელი მისი არსება და გაცხადდა მისი ამქვეყნიური მისია. და ეს შეგრძნება ისეთი გამაოგნებელი აღმოჩნდა მის თავითვე, იქნებ ასე იოლად ვერც დაიჯერა და აქეთ იქითაც მიმოიხედა. სხვისი სწრაფვა უნებურად ხომ არ გადმომედო, ვერავინ იგუმანა ამ მისიის მტვირთველად და ისევ საკუთარ თავში ჩაიძირა. ტრადიციული გმირები წყალში უნდა შთაინთქან, რათა იქიდან განახლებულნი და ფერნაცვალნი ამოვიდნენ და საკუთარი დანიშნულებაც მაშინ გაუცხადდეთ.
რეალისტურ გმირთა ბიოგრაფიაში წყლისა თუ გველეშაპის შიგანში შთანთქმის სიმბოლიკა საკუთარ არსებაში ჩაძირვითაა შენაცვლებული და გარეგნულად არც ქაქუცას ეტყობოდა რაიმე ისეთი, რაც მითოსური გმირის შემართებას მოგვაგონებს ურჩხულის წინაშე. დგას გაყუჩებული და იდუმალ კარტნახს მიყურადებული და აგვიანებს სანაპიროზე გასვლას. აგვიანებს ესაა და ეს. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე.